მოგესალმებით ყველას, მე ვარ ჯილდოამის მოხმარებელი და ჯელესონ უქოს.com-ის ადმინისტრატორი. მე დღეს ამ ვიდეო გაკვეთილში გასავლით ყველას აქ ესეთი შესვლის ფორმა ახლა უცოს საიტზე. ექსკრიპტი შექმნა ჯილდოამის ადმინისტრაციამ და მე გასავლით ესეთის დაყენებას. ჯილდოამზე დევს უკვე ესკრიპტიც. ანუ ასეთი არის ყველა საიტზე, ახლა უცოს საიტზე და არავინ არ იციან ესეთის დაყენებას. როგორც ხედავთ, დემო, ნახოთ. როგორც კი დააწვევით, შესვლის ფორმა არის ესეთ, როგორც სურათზე განაგებთ. ყველას უცოს საიტზე არის ახლა ესეთი. და დავიწყოთ, მოდი ახლა გასავლით ესეთის დაყენებას. ესეთის დაყენებას. როგორც ჩვენ საიტზე. დავიწყოთ. შევიდეთ ჯილდოამზე. საუკეთესო სკრიპტები და ყველაფერი ამ საიტზე არის. და გადავიდეთ მეორე გვერდზე. სულ ბოლოს ჩამოვიდეთ. და გადავიდეთ მეორე გვერდზე. სულ პირველია ეს სკრიპტი. როგორც ხედავთ, ეს არის ექსკლუზივი. მართლაც რომ ექსკლუზივი არავინ არ იცის ჯერ. ეს ჩემი თხოვა იყოს, ეს გააკეთე სკრიპტი და გამიკეთა იმან ადამიანმა ჯილდოამის ადმინისტრაციამ. შევიდეთ სრულიადში. და როგორც ხედავთ, ეს შესვლის ფორმა არ გვინდა, ამის მოკოპირება სულ არ გვინდა. ეს უნდა იმასგან აგირევათ საიტი. მარტო გვინდა ჩვენ ეს კოდე. ამას რომ დავაწვევით, კოდი იქნება. მოდი განახერხოთ, რომ ახლა ჩვენ საიტზე საცელ საიტზე აყენია ჩვეულებრივი. საცელ საიტზე აყენია ჩვეულებრივი, რომელიც უცოს რო იმას იზავს საიტს, რო გააკეთებ, ესეთია სულ ყველასია. მერე იქ უნდა შეუცვალო რაღაცა და მერე იქნება, განახეთ რა უნდა შეუცვალოთ ახლა. შევდივართ აქ settings, წერია settings. შევიდეთ setting და შემდეგ common settings. და როგორც ხედავთ, სულ ქვევით ჩამოვწევთ, სულ ქვევით სადაც save არის, უნდა დაასეივოთ, სულ ქვევით ჩამოვწევთ და აქ იქნება new და ამას რო დააწვევით, ამოაგდეს ესეთ ორი მას ფანჯარას და უნდა გადავიყვანოთ all-ზე და დავასეივოთ. ეხლა ჩვენ გავაკეთეთ ჯერ ესეთი, ესეთი გავაკეთეთ. მოდი ვნახოთ დემო თუ დაყენდა.
როგორც ხედავთ. უბრალოდ ისეთი. ყველა საიტი არის, ამას რო დაჭერთ, მე იმას იღავს და მე გასავლით, როგორც ჩვენ საიტი, აი, შესვლის რო დააწვევი, შეგულებრივად არის. ეხლა კი გასავლით ადვილად დაყენებაში. შევდივართ, ჩვეულებრივად როგორც კონტროლ პანელში შევდივართ, customized desing, შევიდეთ. შემდეგ top part of website-ში შევიდეთ. და სულ ბოლოს ჩამოვიდეთ და ჩავსვათ სკრიპტი ჯილდოამი, რომელიც მეთხოვს ჯილდოამს და შემიქნა ეს სკრიპტი. სულ ბოლოში თქვენთან იქნება ეს დიზაინი არის უცოზის, თქვენთან იქნება ალბათ ბევრი იქენ top part, რა ვიცი ახლა მე top part-ში იქნება ძალიან ბევრი სკრიპტები და სულ ბოლოს უნდა ჩავსვათ, აი როგორც ხედავთ, აი ეს გამოვტოვოთ და აი ასე. ჩავსვათ აი აქ სკრიპტი, რომელიც დავაწვევით მე ამ სკრიპტს, კიდევ მოვაყოლებ ვიდეოს. დავაკოპიროთ და ჩავსვათ აი აქ top part website-ში. როგორც ხედავთ და სულ ბოლოს მე არა. თქვენთან იქნება ალბათ მე 13 რა ვიცი ახლა აი ჩემს საიტზე მაგალითად იქ ძალიან შორს არის და უნდა ჩამოწვეთ ლაკვები და მე უნდა დავაჭირო ინტერესს უნდა გამოვტო. ჩავსვათ აი აქ და დავასეივოთ. აი როგორც ხედავთ ახლა არის ჩვეულებრივი, არანაირი ასეთი არ არის. არანაირი ასეთი არ არის ჯერ და ეხლა კი ვნახოთ. ის სკრიპტი რო ჩავუსვით, ის სკრიპტი აკეთებს ყველაფერს. დავასეივოთ და ახლა ვნახოთ. აი როგორც ხედავთ. თუ ვერაფერი ვერ გაიგეთ, შემოვბრძანდით JSON.com-ზე და დაწერეთ თხოვნები და თქვენ აუცილებლად დაგისრულდებათ. აი თხოვნები. და თუ ჯილდოამზე გინდათ რამე, სკრიპტი მაგალითად რამე გასწავლეთ, ახლა სანამ დავუწეროთ. შევდივართ საიტის ფორუმი. საიტის ფორუმში რო შევალთ, მე აქ ეწერება თხოვნები და სურვილები. დავაწვევით აი ამას. და აი აქ რო წერია new topics, აი აქ უწევთ თხოვნას. დავუწერთ აქ ყველაფერს შეავსებთ, დავუწერთ და ის აუცილებლად ის და რაც გინდათ და იმას ყველანაირად დაგეხმარებათ. უნდა ბანერი დავდევით საიტზე. ყველაფერს დაგეხმარებათ. სულ ეს იყო. მადლობთ ყურადღებისთვის. ვიდეო გადაიღო იანო მეგრელშვნა, კარგად გრძელდებოდეთ.